გამარჯობა, თქვენ უყურებთ ჯაფარს პოდკასტის 101 ეპიზოდს. ამ ეპიზოდში გადავწყვეტე წინა ეპიზოდიც ესეთი ექსპერიმენტული იყო, სადაც მაყურებლის კითხვას პასუხობდი და ამ ეპიზოდისთვის ესეთი იდეა მომაფიქრდა, რომ სტუმრის მაგივრად დღეს ყოფილიყვნენ მაყურებლები, ანუ მაყურებლებს გაეცათ პასუხი კითხვებისთვის, ამისთვის რაღაც კითხვარი შევადგინე, რომელიც დავდე Facebook-ზე, YouTube-ის პოსტში და მაყურებლებმა მიიღეს მონაწილეობა და გასცეს პასუხები. დიდი მადლობა ყველას, ვინც გამონახეთ დრო და შეავსეთ ეს კითხვარი. ყველა წავიკითხე, ძალიან საინტერესო იყო მართლა. ამ პასუხებს საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ ამ პასუხებს რო ვკითხულობდი, თითქოს რაღაცა უფრო მეტი, უფრო ახლოს გავიცანი მაყურებლები და რაღაცა თითოეული ამ ადამიანის რაღაცა ცხოვრება დავინახე, წარმომიდგა თვალწინ და ძალიან საინტერესო იყო ამ ყველაფრის გაცნობა. თან კიდევ უფრო საინტერესო იყო ძალიან განსხვავებული ასაკის პროფესიის ადამიანები, საქართველოში მცხოვრები ემიგრანტები და ესე თქვათ ერთ კონკრეტულ კითხვაზე შეიძლება განსხვავებული პასუხები ქონოდათ, მაგრამ მთლიანობაში რო გადახედავ, დაინახო მაინც რამხელა მსგავსება გვაქვს ერთმანეთთან ადამიანებს, ყველაფერი სხვაობების მიუხედავად და გაცილებით უფრო მეტი გვაქვს საერთო ვიდრე განსხვავება. რა თქმა უნდა, ყველა პასუხს ვერ წავიკითხავ, ძალიან ბევრი იყო და ამისთვის არც დრო მეყოფა და არც ენერგია და ალბათ არც საინტერესო არ იქნება ყველას წაკითხვა. ამიტომ რაღაცა პრინციპით ამორჩევ, მომიწია ზოგიერთ პასუხზე რაღაც პრინციპით, სხვა კითხვაზე ამ პრინციპით და ასე შემდეგ. თუ ვინმეს პასუხი საერთოდ ვერ მოხვდა ეპიზოდში, მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის მაინც ძალიან საინტერესო იყო ამ ყველაფრის წაკითხვა და ჩემი მაყურებლის უფრო ახლოს გაცნობა. სანამ გავაგრძელებ, მექნება თხოვნა, რომ თუ ამ პოდკასტს რაღაც პერიოდულობით მაინც უყურებთ ხოლმე, გთხოვთ, რომ გამოწერის ღილაკს დააკლიკოთ, რაც ძალიან დაეხმარება არხს. და განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც Patreon-ზე ეხმარება ამ პოდკასტს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება არის. Patreon-ის ლინკი აღწერაში იქნება, აქ QR კოდსაც ამოვანათებ. ითით საიდან შეგიძლიათ გადახვიდეთ Patreon-ზე. და დავიწყოთ მაშინ უკვე კითხვების, უბრალოდ პასუხების წაკითხვა. პირველი შეკითხვა იყო ასეთი, თქვენ პროფესიულ სფეროში რა არის ისეთი საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება, რომელიც თქვენი გამოცდილებით სინამდვილეში მცდარი აღმოჩნდა. ხო, რადგან ძირითადად ამ პოდკასტის აქცენტი სტუმრების მიმართ არის ხოლმე მათ პროფესიაზე და გამოცდილებაზე, გადავწყვიტე, რომ ამ კითხვით დამეწყო მაყურებლების გაცნობა. მაგალითად, ერთ-ერთი პასუხი მარიამ პატარიძე, 22 წლის ქართული ენის ფილოლოგი, ასეთ პასუხს გვცემს. მთავარია ბავშვი გიყვარდეს. ხშირად მესმოდა ეს ჭეშმარიტება, მაგრამ როცა უკვე თავად დავიწყე მუშაობა ამ მიმართულებით, მივხვდი, რომ მთავარი რაც არის, მთავარი არ არის ბავშვი გიყვარდეს. ასე მარტივად არც ხდება ადამიანების შეყვარება. ჩვენს პროფესიაში მთავარია პასუხისმგებლობის განცდა გქონდეს იმ პიროვნებებთან. გაანალიზე, რომ ზუსტად ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც ჩვენ ყველა. სიყვარული დროსთან ერთად მოდის და ხელოვნურად ნაჩვენები ეს ემოცია უფრო დიდ ზიანს აყენებს ბავშვის ფსიქიკას. საინტერესო დაკვირვება არის და ალბათ ბავშვები ყველაზე კარგად გრძნობენ სიყალბეს და რაღაცა ემოციებს და ხო ალბათ რაღაც განსხვავებულ რაღაც ეფექტს მოახდენს თუ დაინახეს რომ რაღაც ალბათ აჩვენებ ამ სიყვარულს, ამაზე არ მიფიქრია, მადლობა ამ პასუხისთვის. იოსებ ნადაშვილი, საქსი ჯოზესეთი სახელით, 59 წლის საქსოფონისტი. კითხვაზე თუ რა იყო ისეთი რაც ყველას გონია ჭეშმარიტება, მაგრამ აღმოჩნდა რომ სინამდვილეში სხვანაირად არის, პასუხობს რომ საქსოფონზე დაკვრა რთულია. ბევრი ფიქრობს ასე, სინამდვილეში მთელი ეს გარეგნული სირთულე დაკვრის გასაადვილებლად არის გამოგონილი. თავად შემქმნელი ეს საქსი ინჟინერი იყო პროფესიით. ხმამაღალ და სწრაფად დაკვრა ნიშნავს რომ მაგარი ხარ, არანაირად, ანუ არ ნიშნავს რომ მაგარი ხარო. გაცილებით რთულია ხმადაბლა და ნელა დაკვრა. ჯაზმენი მხოლოდ ჯაზ უნდა უკრავდეს. ამ დროს ავიწყდებათ რომ ჯაზი ყოლის მომცველი და დემოკრატიული კულტურაა. საინტერესო იყო, არ ველოდი ამ თემაზე პასუხს, მაგაზე ნამდვილად არ მიფიქრია. და ხო, საქსოფონზე შეხედა მართლა ის რთული აგებულება აქვს, რომ ეგ განცდა გაგიჩნდება და ალბათ მაგიტო არის ეს გაბატონებული ეს აზრი, რომ საქსოფონზე დაკვრა რთულია. თამარ ბანცური, 35 წლის კვების ტექნოლოგი.
როცა ბაკალავრიატს ვამთავრებდი, მაგისტრატურაზე მინდოდა გამეგრძელებინა ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგიაზე. ოჯახიდანაც და ლექტორებიდანაც ატომღას დიდი წინააღმდეგობა წამოვიდა. სახლში მეუბნებოდნენ, ჩვენ მაგაში ფულს არ გადავიხდით. ამ დროს ჯერ არ მუშაობდი. ლექტორები თავიანთ კეთილრჩევას მიზიარებდნენ ამ პროფესიაში. ქალს სამსახურს არავინ არ მოგცემსო. ისე ძალიან მინდოდა ეს პროფესია არავის აზრი არ გავითვალისწინე, ჩაობარე უფასოზე სამსახურის პირველივე წელს დავიწყე ლუდის ქარხანაში, თავდაპირველად დამხმარის პოზიციაზე. იქაც იგივე სიტუაცია დამხვდა, გოგოს რა უნდა ქარხანაში, შენთან ერთად მუშაობა არავის მოუნდება, რადგან მძიმე საქმის კეთება სულ იმას მოუწევს და ასე გაგრძელდებოდა რამდენიმე თვე. მაგრამ მე ჩემი თავდაჯერებულობით, მიზანსწრაფულობით და შრომის მოყვარებით ყველა საპირისპირო დაუმტკიცე. ისე მოხდა, რომ სხვა დიდი ლუდის ქარხანაში განყოფილებს უფროსად გადავედი და იქ უკვე სულ გოგოები შემოვიკრიბე. მანდ მესმოდა ბოდიშის მაგვარი ტონით, გოგომ გაამართლა და მოდი სხვა გოგოებსაც მივცეთ შანსიო. ხო, ასეთი ისტორიების მოსმენა ყოველთვის საინტერესოა, როცა რაღაცა არსებული რაღაცა წინააღმდეგობის და ბარიერის გადალახვა გიწევს, რაღაცა რეალობის შეცვლა გიწევს. ყოველთვის საინტერესოა ასეთი გამოწვევა. და ალბათ ეს ისტორია მაგიტომაც არის საინტერესო, რომ არ იქნებოდა ასეთი საინტერესო ესეთი წინააღმდეგობა რო არ ყოფილიყო და ეს წინააღმდეგობები ხშირად ბევრ რაღაცას გვასწავლის ცხოვრებაში ჩვენ თავზეც და სამყაროზეც. ანა 35 წლის პროფესიამ შემითითებული აქვს ესეთი პასუხი, ყველაფერს მოვედე ცხოვრებაში და ისე ვეძებ. სხვადასხვა სფერო გამოვიცვალე და არსად დადასტურდა, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ეს გამოთქმა. აქ ის გამახსენდა ოფისი, სადაც მაიკლ სკოტის უცილობს, რომ თანამშრომლებს დაუმტკიცოს, რომ ერთი ოჯახი არიან. ხო, ეს ამის საპირისპიროში მეც არაერთხელ დავწმუნდი, სხვადასხვა სამსახურებში მუშაობდი და ზოგადად უცნაურია ადამიანები ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, სამსახურში არ უნდა გქონდეთ რაღაცა მტრულ და ტოქსიურ გარემოს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ძირითადად სიტუაციას უღრევენ ხოლმე ისეთი ადამიანები, ვინც თავის თავში და თავის პროფესიაში არ არიან დარწმუნებულები და ამის გამო მერე სხვების ეშინიათ და იწყებენ ბრძოლას რაღაცა სხვადასხვა ხერხებით, არაკოლეგიალური ხერხებით, ასე ვთქვათ რა, მარტო ის კი რომ კონკურენციაში იყვნენ, ჯანსაღ კონკურენციაში და ცადონო სხვაზე უკეთესები იყვნენ, პირიქით სხვისი ხელის შეშლით ცდილობენ რაღაცა ფონს გასვლას. და ესეც შეიძლება ადამიანური მოვლენაა, რომ არ იყოს შენ თავში დაჯერებული და თქვათ თვლიდე რომ რაღაცა გაკლია პროფესიაში, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ მეტი ყურადღება საკუთარ თავს უნდა დაუთმო და იმაზე იფიქრო, შენ რა გაკლია და რას ვაკეთებ სწორად, ვიდრე ეს სხვისი ჩაძირვის ხარჯზე ეცადო ეს რაღაცების გაკეთებას. ნათია ხუჩი 34 წლის ბუღალტერი. ბუღალტერიაში ყველაფერი იბეგრება, გავრცელებული ფრაზაა და ეგ სწორია, მაგრამ ცდარია ბუღალტერიაზე შეხედულება, რომ მოსაწყენია. ყოველდღე ერთი და იგივე და ასე შემდეგ. სრულიად უცხო კომპანიის პროგრამაში რომ ჩავიხედო, 5 წუთში მოგიყვებით ისტორიას, როდის დაარსდა ფირმა, ვინაა დირექტორი, ვინ მუშაობს, რა საქმიანობენ, ვინსაც წავიდა, რა წაიღო, რა მოიტანა. ყოველდღე ამ ისტორიის წერაა, რომელსაც ანგარიშები ასახავს და ძალიანაც ახალისოა. ხო, ვერ წარმოვიდგენდი ასე თუ შეიძლებოდა ამ პროფესიის შეხედვა და ბუღალტრულ საბუთებში ამ ყველაფრის დანახვა, მაგრამ რაღაც გამოცდილებას იძენ მე ალბათ ხო, ესეც ერთ-ერთი დასტურია იმისი, რომ აბსოლუტურად ყველა პროფესიაში არის რაღაცა საინტერესო. და საერთოდ შენგან განსხვავებული და თქო საპირისპირო ჟანრის პროფესია რო იყოს, ვიდრე შენ ხარ, იქაც შეიძლება რაღაცა შენთვის საინტერესო იპოვო და თუნდაც ესო თუმე რაღაცა ისტორიების დანახვა და ადამიანების საქციელების და რაღაცა მათი ისტორიების დანახვა შესაძლებელი ბუღალტერიის მხრიდანაც ეგეც ხო არ მქონდა მაგაზე ნაფიქრი და ძალიან საინტერესო დაკვირვებაა. გივი ნიკოლეიშვილი 42 წლის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი. არაფერი პირადული ეს მხოლოდ ბიზნესია. ამ სიტყვების სიყალბე ყოველდღიურად მტკიცდება. სწორედაც რომ პირადულია და ყველა ბიზნესიც ჭირს წაუღია, სადაც მხოლოდ ფულია მთავარი და არა ღირებულებები. გეთანხმები, იყო დრო ალბათ რომ მეც სხვანაირად ფიქრობდი, მაგრამ ცხოვრებამ დამანახა, რომ აი ესეც ხო არაფერი პირადული ეს მხოლოდ ბიზნესია, თავის გამართლება არის და
ჯერ პირველ რიგში ადამიანები ვართ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ და თუ ვიღაცას ადამიანებს აზიანებს შენი ქმედება თუ რაღაცა მარტო შენთვის არის სასარგებლო და სხვა არავისთვის ამის გამართლება იმით რომ ეს მხოლოდ ბიზნესია და ამიტომ ვაკეთებ, უბრალოდ თავის მართლება მგონია. თუმცა მეორე მხარეც არის ხან ხშირად საქმეში ადამიანები ბევრ რაღაცას პირადად ღებულობენ ხოლმე, რაც არ არის აუცილებელი, ამიტომ ხო, ორი მხარე აქვს ამ ყველაფერს რა. და მაგალითად ხშირად შემოხვედრია სიტუაცია, როდესაც ვიღაც ადამიანი რაღაც წარმატებას აღწევს და სხვა მისი კოლეგები ან რაღაცა კონკურენტი ბიზნესები ამას რაღაცა პიროვნულ ბრძოლად აღიქვამენ, რომ აი ეს რაღაც ადამიანიც რო იბრძვის რაღაც თავის დამკვიდრებისთვის, ეს მათი მტერიგონიათ ხოლმე და ამ შემთხვევაში ეგ ფრაზა გამოდგება, არაფერი პირადული მხოლოდ ბიზნესია, მაგრამ ეს პასუხიც მესმის, რომ ყველაფრის ამით გამართლება არ შეიძლება. რა იყო ყველაზე რთული ცხოვრებისეული გადაწყვეტილება, რაც მიგიღიათ და დღემდელი გადასახედიდან იყო თუ არა ეს ნაბიჯი სწორი? ეს არის შემდეგი შეკითხვა. ლუკა კვარაცხელია 25 წლის სოციალური მენეჯერი, ჯიცერი, არხი მაქვს MMA-ზე, ესეთი პასუხი აქვს კომენტარში. ჯიცერი ალბათ ჯიუ-ჯიცუს ოსტატი, როგორც ჯიუ-ჯიცუთი დაკავებული ადამიანი. რომ არ მინდა ჩემი პროფესიით მუშაობა, ანუ სოციალურ მეცნიერად. რეალურად მაქვს ცოდნა და კარგი სტუდენტი ვიყავი თავისუფალ უნივერსიტეტში. უბრალოდ მივხვდი, რომ აი რა ის მკვლევარად ან ლექტორად მუშაობა ჩემი ცხოვრება ვერ იქნებოდა და ახლა უპროფესიოდ საქმის მოძებნა ძალიან ჭირს. მით უმეტეს სოციალური მეცნიერისთვის. სწორად სწორი იყო მაინც აუცილებლად, იმიტომ რომ რაც ცოდნა კმაყოფილებასაც არ მანიჭებს, საქმეთ ვერ გავიხდი. ანუ ალბათ იგულისხმება, რომ პროფესიით სოციალური მეცნიერი იყო და ახლა ჯიცერი გახდა, თავისი არხი აქვს MMA-ზე, ლუკა კვარაცხელია. ხო, მე გეთანხმები რომ სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ ეს პროფესიითაც მეც არ ვმუშაობ და რაღაცა დროს მივხვდი, რომ კი ძალიან დიდი რესურსი ჩავდე მეც და ჩემო ოჯახმაც თავის დროზე, რომ რაღაც ჩამებარებინა კონკრეტულ ფაკულტეტზე, ეს იყო TSU-ში, საერთაშორისო ურთიერთობები, ეხლა პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ქვია მე მგონი, და 4 წელი ვისწავლე და ამ შემდეგ, მაგრამ ამის გამო რა იცი, ამ ხელა რესურსი მაქვს ჩადებული და ეხა უკან დასახები გზა არ არის, ამას რო გავყოლოდი, ალბათ ვერც წარმატებას მივაღწევდი და ვერც კმაყოფილებას და ამ შემდეგ და ძალიან ბევრი რაღაცა ჩემ ცხოვრებაში სხვანაირად მოხდებოდა, ამიტომ მაინც მგონია, რომ ის რაც გიყვარს, მაინც ყველაზე სწორი არის და სულ რომ სხვა რაღაცაში კონდეს ძალიან დიდი განათლება, მაინც ჯობია შენ საყვარელ საქმეს პროფესიას მოკიდო ხელი და იმას გაყვე, თუნდაც გაცილებით ნაკლები წარმატება გქონდეს, გაცილებით ნაკლები შემოსავალი, სულიერი კმაყოფილება და რაღაცა ბედნიერება ბევრად ძვირფასი არის და უფრო სწორ ადგილას მიგიყვანს იმ საქმის კეთება, თუნდაც გაცილებით მეტი სირთულე გქონდეს, ვიდრე არასწორ პროფესიაში ყოფნა. გონია რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაცა მოწოდება, ეხლა ეს საიდან მოდის დაბადები და მოუყვება თუ მე ცხოვრებაში გავამუშავო და სხვა საკითხია, მაგრამ რაღაც მოწოდება რო გაქვს, ყველა ადამიანს აქვს რასაც დავინახე, მიმიდრეკილება, რომ რაღაცით იყოს სასარგებლო, რაღაცა ღირებული შექმნას და ამ ღირებულს როგორც კი იწყებ ამის შექმნას და ღირებულში არ იგულისხმება, რომ ადამიანს ყველა მაღიეროს ღირებულია, შენ თუ თვლი, რომ აი ეს სასარგებლო ამის კეთება და ვიღაცა ერთ ადამიანს მაინც რაღაცაში გამოადგება, ეს არის ბევრად ძვირფასი, ვიდრე ნებისმიერი რაღაცა კარიერული წინსვლა ან ხელფასი და ასე შემდეგ. მინდია ჟღენტი 34 წლის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი ტურიზმის ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულებით. რა იყო ყველაზე რთული ცხოვრებისეული გადაწყვეტილება, რაც მიგიღეთ, ეს პასუხობს, რომ საცხოვრებელ და სამუშაო წავედი უცხოეთში, გააზრებულად, ორგანიზებულად და შემართებით. 2 წლის შემდეგ დავდექი დილემის წინაშე, დაბრუნებულიყავი თუ არა უკან. დაბრუნდი და ეს ნაბიჯი სწორი იყო, შევქმნი ოჯახი საყვარელ ადამიანთან ერთად. როგორც ხო, ამ შემთხვევაში ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ საყვარელი ადამიანის პოვნა და მასთან ერთად ოჯახის შექმნა ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა არის, რაც ცხოვრებაში შეიძლება გააკეთო. აი, აგერ გვანცა ეხლა წესწრება, თითქმის ყველა ჩაწერას ესწრება ხოლმე და
ხო, ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც იყო ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც იყო გვანცას გაცნობა და შემდეგ ერთად ოჯახის შექმნა, არასდროს არ მიმიღია, ახლოსაც კი ვერ მივა სხვა ნებისმიერი ნაბიჯი. ამიტომ საყოველთაოდ ადამიანთან ერთად ოჯახის შექმნა არის ნებისმიერ კარიერაზე და ყველანაირ წარმატებაზე უფრო მნიშვნელოვანი. ცოტა რუსიშვილი 53 წლის ანიმატორი, ანიმაციის რეჟისორი, ცოტნე ჩვენი სტუმარიც იყო. ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო, შეგიძლიათ მოусმინოთ. ოჯახის შექმნა იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, არა პატარა ამბავი, ეგ ისეთი რამე მგონია, თუ შეცდი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვნად დაგანგრიოს, გაგაჩეროს, გაგჭედოს და აგრიოს და თუ არა პირიქით მნიშვნელოვნად დაგეხმაროს იმაში, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ეგრეა, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდე. ეს თვითონაც ეს ჭრილებში აქვს მითებული, ჩემი კომენტარი არ იყო. ოჯახიდან ისეთი, რომელშიც ბედნიერი ხარ, მოტივაციების და ენერგიის წყაროა და მოტივაცია და ენერგია წარმატების მისაღწევად და იმისთვის, რომ ხოდზე იყო აუცილებელია. ეთანხმები ცოტნესაც მართლა ეგრეა, თუ სწორ ადამიანს დაუკავშირებ შენ ცხოვრებას, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ხდები, ეს ზუსტად ეგრე არის ყველაფერში. და ალბათ ხო ეს არის მთავარი აზრი იმისი რომ სხვა ადამიანს მეორე ნახევრის პოვნის და ალბათ ეს ძალიან სწორი გამოთქმა არის მეორე ნახევარი, იმიტომ რომ მართლა ეგეთი შეგრძნებას გაძლევს რა, ადრე უბრალოდ რაღაც გამოთქმა მეგონა ერთ-ერთი რომელიც ასახავდა ორი ადამიანის ურთიერთობას, მაგრამ რეალურად ალბათ ყველაზე სწორად ეგ ასახავს, იმიტომ რომ მართლა ყველაფერში უკეთესი გავხდი, გინდა რაღაცა აღქმა სამყაროსი, გინდა როგორ მიდგომა პრობლემებისადმი რაღაცები ისე ლაგდება ცხოვრებაში და ყველაფერს თავისი ადგილი ეძლევა, როცა და მართლა ძალიან ბევრ დროს ვატარებთ მე და ჩემი მეუღლე გვანცა ერთად და როცა ცალსაკე ვართ ხოლმე, ზუსტად აი ეს შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცა ნახევარი ჩემი თავის მაკლია. და რაღაც არ ვარ ხოლმე შევსებული, ასე ვთქვათ. და ყველაფერში მართლა ესე იყო, რომ მართლა ესე არის, რომ უკეთესი გავხდი. ერთი რაც არის ალბათ ყვებაში ვერ გავხდი უკეთესი, იმიტომ რომ ადრე უფრო მიადვილდებოდა ყვების კონტროლი და ეს რაციონის მოზომვა და ეხა ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი გართობა არის რაც ერთად რაღაც გემრიელი რაღაცის ჭამა, განსაკუთრებით რაც კარგი ფილმის ან სერიალის ყურება და გაგვექცევა ხოლმე ხშირად ეს რა ქვია ზომიერება. მაგრამ ერთი დარჩენი ყველაფერში უკეთესები გავხდით, მაგრამ ყვებაში ვიტყოდი ამას. მაგრამ მოტივაციაც უფრო მეტი არის, რომ სწორად ვიყვებოდ, ეგეც არის. და მე უფრო ვივარჯიშოთ და შემდეგ. 39 წლის ინჟინერ გეოლოგი პროგრამისტი სახელი არ აქვს მითითებული. ძველ ნივთებზე ნოსტალგიური დამოკიდებულება და განშორების ტკივილი თუ სტრესი. უარყოფითი შედეგების მომტანია, სიახლეებს არ უნდა გვეშინოდეს. უარყოფითი შედეგების მომტანია. კი, მეც მაქვს ესეთი დამოკიდებულება ნივთების მიმართ. არის რაღაცა ნივთები, რასაც ეჩვევი და გიჭირს განშორება, არ ვიცი ეს რატო ხდება. ეხლა რაც მახსენდება არის ჩემი პირველი მანქანა რო გავყიდე, რომ მიყავდათ, ძალიან ემოციური მომენტი იყო, არ ვიცი რატო, რაც გეგონება რაღაცა ოჯახის წევრი თუ რაღაცა შინაური ცხოველი თუ რაღაცა ესე იყო ეს მანქანა, იმიტომ რომ სტუდენტი ვიყავი ჯერ კიდე, როცა ვიყიდეთ, მამაჩემმა მიყიდა და მე მგონი 16 წელი თუ რაღაცა, ყავდა ეს მანქანა, Mitsubishi იყო. რა ვიცი, გავუძლო ყველაფერს მაგ მანქანაზე ვისწავლე ტარება, ყველანაირი გამოცდილება, სად არ ჩავარტყი და რას არ შევასკდე, მაგრამ ნუ სერიოზული ავარია არაფერი, მაგრამ ნუ აი ძალიან ბევრი ჩემი ოჯახის ისტორიაშიც მონაწილეობდა ეს მანქანა, მეგობრებთან ერთად იქნებოდა თუ რა იქნებოდა, ბევრი ამბავი უკავშირდებოდა ამ მანქანას და ამიტომ ესე რომ მე მგონი ძნელი არ ისექნა, რომ ამას რაღაც არანაირი ემოციები არ უკავშირდებოდა, ეს თავისით ხდება ეს და ამის უარყოფასაც
არ ვიცი რამდენად აზრი აქვს. არის რაღაცა მაგალითად ტანსაცმელი, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო გიყვარდეს იმის ჩაცმა, ვიდრე სხვა რაღაცის და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ალბათ ამ პასუხში შეიძლება ის დასკვნის გამოტანა, რომ არ იყო რაღაცა მატერიალურ ნივთებზე დამოკიდებული და ნუ თავისით თუ მოხდება ეს, თორე დიდი მნიშვნელობა მართლა არ აქვს ახლა მნიშვნელობა აქვს მატერიალურ ნივთებს, ნივთია. სულხან სახვაძე 37 წლის HR People and Culture AI Recruiting, ანუ ხო HR AI Recruiting, არ ვიცი სიმართლე გითხრათ, რას ნიშნავს. რა პროფესია არის. ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო იმის აღიარება, რომ ჩემი ჭარბი წონა უკვე ჯანმრთელობის და ჩემი პიროვნების სტაბილურობის პრობლემად იქცა. მაშინ როცა სხვებზე უნდა მეზრუნა როგორც HR-ს. კარიერულად დატვირთულ პერიოდში ამას დიდ ხანს ვაიგნორებდი, მაგრამ დღეს ვხედავ, რომ 2 წლის წინანდელ რადიკალურმა მიდგომამ ბარიატრია, ფრთხილებში ბარიატრია, ამ საკითხზე სწორი ნაბიჯი იყო. ამ თემის მოგვარების გარეშე ვერც გონებრივ სიმშვიდე და ვერც ეფექტური მუშაობა ვერ გამომივიდოდა. ჩემ თავზეც გამომიცდია როგორი პირდაპირ და განათლებით მნიშვნელობით დამამძიმებელია ჭარბი წონა და 1-2 კილოზე რა ლაპარაკი, მე პირადად 20-22 კილო ჭარბი წონა მქონდა და ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ჩემ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამას ვერ ხვდებოდი, იმიტომ რომ წონას როცა იმატებ, ეს ნელ-ნელა ხდება და თითქოს ნელ-ნელა ეჩვევი ამ მდგომარეობას და მე უკვე რაღაც მომენტში ამას როცა გაანალიზებ, უკვე რაღაცა ძალიან შორს ხარ და წასული და მაგრამ ჩემთვისაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რთული გადაწყვეტილება იყო ამ წონასთან ბრძოლა რო დავიწყე. სამაგიეროდ ისეთი კარგი გინდა ჯანმრთელობის ხრივ ისეთი კარგი შედეგი მომცა ამან, ისე გამოსწორდა ჯანმრთელობაც, მენტალური მდგომარეობაც, ხასიათიც, რომ რა ვიცი, ყველას ურჩევ, რომ აი თუ დღეს ფიქრობთ, რომ რაღაც გეზარებათ, აი მერე დავიწყებ, აი დღესვე დაიწყეთ, სულ აი ამას საღამოს უსმენდეთ, არ ვიცი, დაგეგმეთ ხვალინდელი დღე დილით როგორ დაიწყოთ ვარჯიშს, ან წახვალთ სპორტ დარბაზში და ასე შემდეგ, როგორ მოაგვარებთ ყებას, ეს ადვილი არ არის, ეს ერთ დღეში ამას ვერ იზამ. იმიტომ რომ თუ ისეთ ჭარბ წონამდე მივხვდი, რომელიც უკვე პრობლემას გიქმნის, ესე იგი ბევრი რაღაცა ჩვევა გაქვს ცხოვრებაში ისეთი, რამაც აქამდე მოგიყვანა და ეს ჩვევების ერთ დღეში შეცვლა ძალიან ძნელია. ამიტომ რაღაცა უნდა დაგეგმოთ, რა არის გასაკეთებელი, ეს პატარ-პატარა ნაბიჯებით გაყვეთ რა, მაგალითად ეს უცებ ხა ხვალინა ვარჯიშს დავიწყებ, სწორკვებას დავიწყებ, რაღაცა ესე დილით ადრე ავდგები, ამ შემდეგ ეს ყველაფერს ერთად ვერ იზამ. ჯობია ჯერ დაიწყო ვარჯიში, მერე თქვათ კვების რაციონიდან ნელ-ნელა ამოიღო სიტყვაზე შაქრიანი პროდუქტები, მერე ამოიღო რაღაცა ზედმეტი ცომი, მერე დაიწყო იმის სწავლა და დაკვირვება იმაზე, რა არის ჯანმრთელი საკვები და რა არა და ასე ნელ-ნელა შეცვალოთ თქვენი უნარჩვები და ეს ძალიან ადვილია, იმიტომ რომ ის უნარჩვები, რამაც აქამდე მიგიყვანათ, ესეც გზადაგზა ისწავლეთ და რაღაცა იმ კულტურის ბრალია, რაშიც შეიძლება აღმოჩნდეთ ხოლმე რა, თქვათ როგორც არის ოჯახი, სამეგობრო გარემო, იმან მიგვაჩვიოს ამ უნარჩვევებს რა და ასე რომ ხანდახან ადამიანს გონიათ ხოლმე, რომ აი რაღაც რადიკალური ცვლილებები უნდა მოახდინონ თავის თავში, რომ და ვთვლიან, რომ მე ეს არ გავამბიო, მაგრამ ისიც ისეთი დასწავლული თვისება არის, თქვათ, ბევრი შაქრიანის ჭამა, ბევრი ცომის ჭამა, ნამცხოვრების იქნება თუ რაც იქნება, როგორც შეგიძლია ისწავლა, რომ ეს ყველაფერი არ აკეთო. ერთ-ერთი მაგალითი იყო, მაგალითად შაქრის ამოღება რო დავიწყე, ჩაის ან ყავის დალევა დავიწყე უშაქროთ. და ნუ რა თქმა უნდა ძალიან ძნელი იყო, ალბათ 3 კურსს ვიყრიდი ხოლმე ერთ ჭიქაში. მაგრამ რაღაც დრო რო გავიდა, ძალიან მალე, რაღაც 2 კვირა, 3 კვირა, დიდ დრო არ იყო. მივხვდი, რომ შაქრიან ყავას ვეღარ დავლებდი, იმიტომ რომ იმ გემოს მივეჩვიე, ჯერ ერთი ყველაფერი უფრო გემრიელია, შაქრის გარეშე ბევრი რაღაცა, იმიტომ რომ ყავის ცოტა ხარისხიან ყავას თუ იყიდი, დაინახავ, რომ ყავის გემო ბევრად სასიამოვნო და სასარგებლო, ვიდრე იმას რომ შაქარი დაუმატო. მაგალითად გაზიანი სასმელი, რომელსაც ძალიან მიყვარს, მაგრამ გადავედი უშაქროზე და დღეს შაქრიან გაზიან სასმელს რო ვსვამ, აღარ მსიამოვნებს, იმიტომ რომ ეგრევე ხვდები იმაში, რამდენი შაქარია და შაქრის გემო, მოკლედ ესეთი ბევრი ცვლილების, ესეთი ბევრი რაღაც შეგიძლიათ შეცვალოთ და აუცილებლად დაიწყეთ და
გზადაგზა მიხვალთ. ამასაც ბევრი ცოდნა ჭირდება. დღეს საბედნიეროდ ბევრი პოდკასტი არსებობს, ბევრი ქართულ ენაზეც ბევრი ინფორმაცია არის ინტერნეტში, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ იმაზე თუ არის სწორი კვება და სწორი ვარჯიში და ასე შემდეგ და მოკლედ ძალიან ადვილია დღეს უკვე რომ ჭარბწონას ებრძოლოთ და აი სულხან სახოძის გამოცდილებაც რო ავიღოთ. ამ თემის კიდევ ერთხელ წავიკითხავ, ამ თემის მოგვარების გარეშე ვერც გონებრივი სიმშვიდე და ვერც ეფექტური მუშაობა ვერ გავამევიდოდაო და ნამდვილად დაინახავთ რა მხარდადებითი გავლენა იქნება ამას თქვენ თავზე. შემდეგი შეკითხვა, რომელი ცუდი ჩვევა ან პიროვნული სისუსტე დაძლიათ ცხოვრებაში და როგორ შეცვალა ამ ყველაფერმა თქვენი ცხოვრება? წინა კითხვას გავს, მაგრამ რაღაც ცირედი განსხვავება მაინც არის და ამიტომ მინდია ჟღენტი მაგათაც პასუხობს 34 წლის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი ტურიზმის, ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულებით. მინდია ასახელებს მავნე დამოკიდებულებებზე უარის თქმა ის იყო ალკოჰოლი და კლუბური ნარკოტიკები. კლუბური წერია და ალბათ კლუბური ნარკოტიკები გულისხმობა. თავიდან სასიამოვნო იყო, მაგრამ მალევე იქცა უსარგებლო რუტინა და თან საკმაოდ ძვირად ღირებულად, რომელსაც აღარ ჰქონდა შედეგი, გარდა გაუვაზრებელი არალოგიკური სურვილის. გამიჭირდა, მაგრამ საღმა აზმა ძლია და გვერდით მდგომი ადამიანების სწორმა რჩევებმაც. ცნობიერების ამაღლება გამოიწვია, ამ გამოცდილებით უკეთესი რჩევის მიცემა შემიძლია ადამიანებისთვის და მთავარი რაც მივიღე ის არის, რომ გაჩნდა დრო, რომელსაც უამრავი საინტერესო საქმიანობისთვის ვიყენებ, რაც არაა დამაზიანებელი არავისთვის. და კიდე ბევრი იყო ამ როგორც მოსალოდნელი იყო ამ კითხვაზე პასუხი, რომ სიგარეტის გადაგდება იყო ზედმეტი ჭამა, შაქარი და ალკოჰოლი, ნარკოტიკები და ესე ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც კი რაღაცაზე დამოკიდებული ხდები, ეს უნდა იყოს მაჩვენებელი იმისი, რომ ესე იგი რაღაცა გაკლია ცხოვრებაში, რის შევსებასაც ამ დამოკიდებულებით ცდილობ და აკეთებ. ეს განსაკუთრებით დავინახე მას შემდეგ, რაც მე და გვანცა მოჯახი შევქმნით, რომ უკვე მაგალითად აი ალკოჰოლსაც ძალიან იშვიათად ვღებულობთ, სხვა ყველაფერს თავი დაანებო, საერთოდ სხვა არაფერი, რასაც შეიძლება დამოკიდებული იყო და აი ალკოჰოლიც თუ ადრე ან რასაც ადრე სვამდი ხოლმე, არ ვიცი, იმის 5%-საც აღარ სვამ. იმიტომ რომ ხვდები რომ აღარ გჭირდება ეს ცხოვრებაში რა, ანუ ის რასაც მივსებ და ის ყველაფერი შეივსო. და ოჯახის შექმნით და გვანცასთან ცხოვრების დაკავშირებით და მე დავინახე რომ ბევრად აი ფხიზლად უკეთესად ვატარებ დროს, აი თუნდაც მეგობრების გარემოცვაში, ფხიზლად ყოფნა მირჩევნია და უფრო საინტერესო გამოდის საუბარიც, დიალოგიც და რა თქმა უნდა დასალვისად არ მოგვიღია რაცა კარგი სასმელის დალევა დღემდე სიამოვნოს, მაგრამ ანუ გემრიელი ალკოჰოლის გასინჯვა სხვანაირი გახდა, გემრიელი ვისკი იქნება თუ ღვინო იქნება თუ კოქტეილი თუ კონიაკი, იმასთანაც უკვე სხვანაირი სიამოვნებას ღებულობ, ანუ აღარ გჭირდება ის თრობისთვის. ის რაღაცა 2 ჭიქას და 3 ჭიქას რო დალევ, ის რა იმას რა სიმთვრალეც მოაქვს, ის უკვე სავსებით საკმარისია და ამიტომ ამ ყველაფერი დამოკიდებულებების გარეშე ბევრად უკეთესი გახდა ცხოვრება და მოკლედ ნებისმიერი დამოკიდებულება გასწავლის რაღაცას შენ თავზე. და ძალიან ბევრ თავისუფლებას გართმევს, პიროვნულ თავისუფლებას რა, უკვე თითქოს ის გმართავს, ის ნარკოტიკი იქნება თუ დასალევი თუ აზარტული თამაში თუ რაც იქნება, უკვე თითქოს იმისთვის რაღაც ნარკოტიკისთვის არსებობ რა, იმის პროდუქტი ხდები შენ აქეთ, რომ ის მოგიხმარს შენ აქეთ რა და უკვე ხდები რაღაცა ადამიანი, რომელიც ძალიან საკუთარ რაღაცა ფინანსურ სახსრებს, დროს, ენერგიას, ჯანმრთელობას იქით აძლევ რაღაცა ნივთიერებას რა. და ამჟამად რავი, ყველაფერზე თვითფასი ეგ არის, ჯანმრთელობა და საკუთარი დრო. და მოკლედ ამებზე უარის თქმა არ ნიშნავს რაღაცა
უცებ რო გადაკეტო ერთ დღეს ყველაფერი და რაღაც ასკეტივით დაიწყო ცხოვრება რა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ნელ-ნელა ამას მიაქციო ყურადღება ეს დამოკიდებულება როგორ მართავს შენ ცხოვრებას. და ამის დანახვას რო დაიწყებ, მე უკვე იმ მიზესაც დაინახავ, რატო უნდა შემოატრიალო ეს, იმიტომ რომ ცხოვრება ბევრად მნიშვნელოვანია და საკუთარი თავი მილიონჯერ უფრო ძვირფასია ვიდრე ნებისმიერ ნივთიერება და მე დაინახავ, რომ ბევრად უფრო ძვირფას რაღაცას უფრო უნიშნელ რაღაცისთვის, უფრო უნიშნელ რაღაცაში როგორ ცვლი. და რამდენ თავისუფლებას კარგავ და როგორ ზემოქმედებენ ის შენ ტვინზე, გონებაზე. დამოკიდებული ადამიანის მენტალობაც უკვე სხვანაირია და მისი განსჯაც უკვე სხვანაირი ხდება, სხვანაირად აფასებს ნივთებს, მოვლენებს, ადამიანებს რა და ეს თითქოს რაღაც ეს კიბოსავით მოედება ხოლმე ეს დამოკიდებულება ადამიანს და ყველა ასპექტში შედის რა. ადამიანისაში დამოკიდებით უფრო მძიმე და რთული რაღაცაა დამოკიდებულება და უფრო მეტი ყურადღება მისაქცევი ამაზე და მეტი ძალის ხმევა ჩასადები რომ ამას თავი დააღწიო. შემდეგი პასუხი არის ბექაშვილიძე 19 წლის სტუდენტი, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერი. დაბალი თუ შეფასება და მისი კიდევ უფრო დაკნინება წარუმატებელი მცდელობის დროს. მაგალითად, ჩემი პროფესიის ფაკულტეტზე პირველივე ჯერზე ვერ მოხვდი, თუმცა ბოლოს მაინც გადავედი მასზე. დაძლევის ხერხი უბრალოდ იმის გააზრება, რომ ყოველი წარუმატებლობა გმატებს ცოდნას, რომ რაღაც არასწორად განვითარდა და საჭირო ახალი მცდელობის დაწყება გამოჯობესებული მეტი. თომას ედისონმა ყველაზე ხანგრძლივად მომუშავე ნათურის შექმნის დროს 1000-ზე მეტი მატერია გამოიყენა და ამის შემდეგ შეძლო წარმატების მიღწევა. წარუმატებელმა მცდელობებმა კი მას საჭირო ცოდნა მისცა წარმატებისთვის. ასევე შეიძლება წარუმატებელმა გიბიძგოს სხვა უფრო გასაოცარი წარმატებისკენ. მაგალითად, 1968 წელს სპენსერ სილვერი ცდილობდა ძლიერი წერილ შექმნას, რაშიც დამარცხდა. სუსტი, ადვილად ასაძრობი წერილოვანი მასა შექმნა, რაც რამდენიმე ხანში გახდა ეგრეთ წოდებული სტიკი ნოუთების გამოგონების საფუძველი. ამის სტიკი ნოუთები ეს პატარა ყვითელი ფურცლები რო არ წერილოვანი გვერდით ძირითადად ყვითლები არ ხომ ბევრი ფერის არის, მაგრამ პირველი ალბათ ყვითელი იყო. ამის გაანალიზებით გამიქრა შიში და სტრესი გამოწვევების წინ და თვითშეფასება გახდა რეალისტური, ცოტა ოპტიმისტურიც კი, რაც ერთგვარი ფსიქოლოგიური დახმარებაა წარმატებისთვის. ნამდვილად ესეა, გეთანხმები. ხანდახან ზედმეტად ბევრს ვფიქრობ და ნერვიულობთ ხოლმე და ზედმეტად გვეშინია წარუმატებლობის და მეც დღემდე ესე მაქვს უბრალოდ დღემდე ეს ჩვევა მაგალითად ნებისმიერი პოდკასტის ჩაწერის წინ ნერვიულობ ხოლმე და ვფიქრობ რომ არ რაღაც უინტერესო ეპიზოდი არ გამოვიდეს და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც კი მიხვდები იმას და გაიხსენებ, რომ ასე ნერვიულობად არაფერი არ ღირს და არაუშავს თუ არ გამოგივა ერთი ეპიზოდი ისეთი, თუნდაც მე იმაზე დაფიქრდები, რატო არ გამოვიდა და რაღაცას ისწავლი. ამიტომ უნდა მიყვე ცხოვრებას ნერვიულობის და რაღაც შიშების გარეშე, რა თქმა უნდა ეს 100% არ გამოვა, მაგრამ როგორც იყო ნახსენები, რომ შეიძლება ბევრი უკეთეს ადგილას მიგიყვანოს, ზუსტად ესე ხდება და ამიტომ წარუმატებლობა ხანდახან კარგიც არის. მაგალითად შემიძლია პირადი გამოცდილებიდან გავიხსენე, რომ ბევრჯერ იყო რაღაცა პროექტის გაკეთება მინდოდა, ან სერიალის ან რაღაცის რამდენიმე მცდელობა მქონდა. რაღაც ბევრი ენერგია და დრო ჩავდე ამაში და არ გამოვიდა, ან ცუდი გამომივიდა და გაგრძელება არ ღირდა, ან საერთოდ ვერ დავიწყე და მაშინ ეს რაღაცა ძალიან ისეთი განვიცადე და მაშინ ცუდი გადასახარში იყო, მაგრამ დღევანდელი განმსახედიდან რო უყურებ, ხვდები რომ ან პირიქით კარგი მოხდა, რომ მაშინ წარმატებას ვერ მივაღწე, იმიტომ რომ იმ გზაზე რო დავმდგარიყავი, რაღაცა არ გამოვიდო და ისეთი კარგი როგორც მინდოდა და კიდე უფრო დიდი მარცხამდე შეიძლება მივაყვანე, ამიტომ ხანდახან რაღაც წარუმატებლობა თუ არის, შეიძლება კიდე უფრო დიდი წარუმატებლობის პრევენცია იყოს, ასე რომ არ ღირს ასე მძიმე ნერვიულობა ასეთ რაღაცებზე. მე მგონი ჩამოვაყალიბე ეს თქვაც მინდა ცოტა ვიბოდიალე, მაგრამ ზურა ფიროსმანაშვილი 35 წლის მძიმე ტექნიკის ოპერატორი. პიროვნული სისუსტე მქონდა რაღაც, რომელსაც ვერაფრით ვამარცხებდი. თითქოს ამოუძვრებოდი ჭაობიდან, მე ისე ვარდებოდი. მე მოხდა ისეთი ამბავი, რასაც ვერაზროს დავიჯერებდი. სულ გადამეტებულად მეჩვენებოდა, როცა ამბობდნენ, რომ იცი წიგნმა ამ ფილმმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. ხო და სრულიად შემთხვევით წავიკითხე შტეფან ცვაიგის ფანტასტიკური ღამე. წიგნის დასრულებისთანავე გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებაში უნდა დამდგარიყო ფანტასტიკური ღამე. არასდროს ასე მტკიცე და ასე ძლიერად დარწმუნებული ჩემ თავში არ ყოფილა, როგორც ამ წიგნის წაკითხვის მერე. ვერ ვიტყვი 100%, თუმცა ცალსახად შეიცვალა ჩემი მიდგომები და შეხედულებები კონკრეტული პრობლემების მიმართ.
დავით ვარდიძე 20 წლის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი. ახლა ვარ დაძლევის პროცესში და 201 გადაცემას თუ იქნება მსგავს შინაარსის, იმედია შემდეგ უკვე დავწერ დაძლებულ სისუსტეებზე. წარმატებები დავით აუცილებლად დაძლევ, არ ამგონი არსებობდეს რაღაც სისუსტე ან პრობლემა, რასაც ადამიანი ვერ მოერევა. შტეფან ცვაიგის ფანტასტიკური რამე არ მაქვს წაკითხული, ამის მე ძალიან დამაინტერესა და თუ რაღაცა როდესმე დრო მექნა, ალბათ ერთ-ერთი პირველი წიგნიც გამახსენდება დასაკითხად ეს არის. თქვენი აზრით დღევანდელი საქართველოსთვის რომელი სტრუქტურული ან ინსტიტუციური ან კულტურული ცვლილება და რეფორმა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკული და რატომ? ძალიან ბევრი და ან იყო ამ შეკითხვაში, მაგრამ მეგონი გასაგებია, რასაც გულისხმობდი. კეთემასი დამონი 38 წლის ემიგრანტი, ექთანი. თვითონ ხელისუფლების ცვლილება და მე სხვა დანარჩენს მიეხედება ნელ-ნელა. ხო, ამაში ვერ დაგეთანხმებით, რომ სხვა დანარჩენს თავისით მიეხედება. ალბათ საქართველოს პოლიტიკური კულტურა ჯერ აი ამაში ვტრიალებთ და ხშირად მეც მაქვს ხოლმე ეს განცდა რომ აი ხა მარტო პოლიტიკის მიმართ არ ნებისმიერ რაღაცის მიმართ რომ აი ხა ეს შეიცვალოს და მე ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ესე თავისით არაფერი არ ხდება და საქართველოს ისტორიაც გვაჩვენა რომ ოღონდ ესენი წავიდნენ და ახალი მოვიდეს, ამითი ყველაფერი კარგად არ არის ხოლმე რა. რა თქმა უნდა ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია და მე ვთვლი რომ რაც უნდა კარგი მთავრობა იყოს, ორი ვადის მერე აუცილებლად უნდა იცვლებოდეს. და მაგრამ ის რომ ახლა მთავრობა შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება, ეს არ ამგონია ასე იყოს, იმიტომ რომ პრობლემა სისტემაში არის და ამ სისტემას ყველანი ერთად ვქნით საქართველოს მოსახლეობა და ეს მარტო ერთი და ორი ადამიანი არ აკეთებს ამას და აი შემდეგ პასუხს წავიკითხავ და ერთად გავცე პასუხს. თიკო თოფურიძე მასწავლებელი თulis რომ სასამართლო თავისუფალი სასამართლოს პირობებში ყველა ადამიანის განსაკუთრებით კი საშუალო და დაბალი კლასის ადამიანების ცხოვრება არის გაუმჯობესებული. აი თუნდაც ის რომ თქვათ რომ ეხა ხელისუფლება შეიცვალოს და თქვათ არ მოგწონდეს დღეს სასამართლო და თulis რომ სასამართლო არის ძალიან დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ახალი მთავრობა რომ მოვიდეს, იმის ხელში აღმოჩნდება სასამართლო. ანუ აქ მარტო ის რომ მთავრობა შეიცვალოს, ეს არ იქნება საკმარისი, რაღაცა ძირეული ცვლილებები უნდა მოხდეს და ეს ალბათ ჯერ მენტალური ცვლილებებით უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ არ ვთვლი რომ ქართველების უმეტესობა ამას ვაფასებს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე ღირებული, მაგალითად ის რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. ეს არ არის უმეტესობისთვის ასე კი, ახლა ნებისმიერ ადამიანი რომ გააჩერო და კითხო, გინდა თუ რა სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, გეტყვის რა თქმა უნდა მინდა, მაგრამ როცა ის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს და არჩევნებზე მიდის და თქვათ რომელიმე პარტიას შემოხაზავს, იქ რასაც მე დავაკვირდი ძალიან ხშირად ეს მნიშვნელოვანი საკითხები არ არის ხოლმე ნაფიქრი და გააზრებული, რომ მაგალითად რომელიმე კონკრეტულ პარტიას რო ხაზავ, ძალიან ხშირად შემოხვედრია ჩემ გარემოცვაში, რომ აი რომელიმე პარტიას მიცა ხმა, აი თუ იცი ეს პარტია რას აპირებს სასამართლოს მიმართებაში, აი ეკონომიკურ რეფორმებს აპირებს, რაღაც როგორი ხედვა აქვს ჯარის მიმართ და ამ შემდეგ უმეტესობას ამაზე პასუხი არ აქვს ხოლმე. და მე ვთვლი რომ ეს თვითონმა ჩვენგანმა უნდა დავიწყოთ ამის გამოსწორება და ეს მოვთხოვოთ პოლიტიკოსებს და პოლიტიკური პარტიები ამით შევაფასოთ და არა იმითი ვიღაცა როგორ კარგად იყვირებს სადღაც რომელიმე ეთერში ან სადღაც დემონსტრაციაზე რა და ამას ახლა ყურადღებას არ ვაქცევთ როგორც საზოგადოება. მე ეს არაფერი არ იცვლება, უბრალოდ მთავრობა და უბრალოდ სახეები იცვლება ხოლმე და პრობლემები იგივე რჩება რა. აი თუნდაც აი პოლიტიკური დებატები რომ მიდის, თვითონ ფორმატიც ეგეთია, რომ ძნელია მანდ შემოხდეს, მაგრამ რეალურ პრობლემებზე ლაპარაკი ძალიან იშვიათი არის ხოლმე, რომ აი რაღაცა ეს პრობლემა რო არის, ეს როგორ უნდა მოგვარდეს. ამის მაგალითად მიდის ხოლმე რაღაც შეჯიბრი, ვინ უფრო კარგად გამოიყურება, ვინ უფრო კარგად მიაყენებს შეურაცხყოფას, მეორეს გაუხსენებს რაღაცა წარსულს და ასე შემდეგ და ჩვენ ხალხი თუ ესეთ რაღაცებს მივაქცევთ ყურადღებას, ესეთი შოუები იქნება რეიტინგული, ესეთი პოლიტიკოსები იქნებიან რეიტინგულები, რეალობაც ესეთი ყოველთვის ესეთი იქნება. ამიტომ ჩვენზე არის დამოკიდებული ადამიანებზე, რომ ჩვენ შევიცვალოთ და მე შეიცვლება უკვე ის ხალხი, ვისაც ვირჩევთ და შესაბამისად ძირეული ცვლილებები აქედან დაიწყება ჩემი აზრით. და ნუ უმრავლესობის პასუხი იყო, რომ განათლება და მეც გეთანხმებით, რომ განათლების ცვლილებიდან უნდა დაიწყოს ძირეული რეფორმა და ქვეყანა თუ გინდა რომ უკეთესი გახდეს, განათლების სისტემა უნდა გახდეს უკეთესი, იმიტომ რომ დღეს ესეთი დრო არის, რომ რა განათლებას და შესაძლებლობას და უნარებიც გაქვს, ცხოვრებაც ისეთი გაქვს. და ამიტომ ჩვენი ქვეყანა ზუსტად ისეთი იქნება, როგორებიც ვიქნებით ჩვენ უმრავლესობა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების.
შემდეგ შეკითხვა იყო რა არის ისეთი რამ რაც უმრავლესობისთვის აბსურდულად ან არასწორად ჟღერს, მაგრამ თქვენი გამოცდილებით 100%-ით სიმართლეა. იკა ჯავახიშვილი 42 წლის iOS დეველოპერი. 40 წლის ადამიანები ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან. ეს აბსოლუტურად სიმართლეა, თვითონ აგრძელებს მენტალურად და ფიზიკურად ბევრად უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე 10-15 წლის წინ ვიყავი. შემიძლია თქვა, ჩემ შემთხვევაში ასე არის. დღეს რა ვარჯიშობთ. და დღეს რო ფიზიკურ ფორმაში ვართ და გინდა მენტალურად, გინდა გამოცდილებით და გინდა იმის ცოდნით თუ რა მინდა ცხოვრებაში და რა მნიშვნელოვანია, ალბათ მეც 39 წლის ვარ. და მეც ესე ვიტყოდი რომ დღეს როგორც რა მენტალურად და ფიზიკურად ბევრად უკეთეს ფორმაში ვარ და მეც ამაში დავეთანხმები. რასაც ჩვენ დღეს ვარჯიშობთ, ვიდაგვანცა CrossFit-ზე, მაგას არ ვიცი, 10 წლის წინ ვერ ვიზამდი. ვერ გავკაჭავდი. კეთი ინაშვილი 24 წლის მაგისტრატურის სტუდენტი გამომცემლობის და ჟურნალისტიკის მიმართულებით. კეთის პასუხი რა დემოკრატია არა ეფექტური სისტემა. დემოკრატია, რა თქმა უნდა, ხო ეფექტურში გააჩნია რა იგულისხმება და ნუ ეს ცნობილი ამბავია, რომ დემოკრატიას თავის პრობლემები აქვს, მაგრამ ჯერჯერობით უკეთესი სისტემა არ მგონია ვინმე მოიფიქროს. ყველა სისტემას აქვს თავისი პლუსი, იქნება რაღაცა დიქტატურა იქნება თუ რაღაც მონარქია ყოლება ქვეყანას თუ რაც იქნება, შეიძლება რაღაც პლუსები ქონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს პლუს მინუსები რო აწონო და ერთად დაალაგო, დღეს მაინც დემოკრატია არის ყველაზე ეფექტური. კი, არის ხომ დროები როცა აჩვენებს რომ ეს არ არის და მაგრამ ნუ მაინც საბოლოო ჯამში გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც დემოკრატიას ჯერჯერობით ანალოგი არ ყავს, მაგრამ უკეთესი სისტემას თუ მოფიქრდება, მაგას რა ჯობია. ნათია ხვიჩია, 34 წლის ბუღალტერი. ჩემი გარემოცისთვის მარტივია დამნაშავეზე თქვან, რომ დამნაშავეა და იმსახურებს თქვა უადო პატიმრობას. მე ყოველთვის ვცდილობ ისეთი ადამიანების გამართლებას და მეორე მხრიდან დანახვას, რომლისგანაც ყველას თითია გაშვერილი. რადგან ალბათ ყველა ადამიანს აქვს თავისი სიმართლე და ყველა ქმედებას აქვს რაღაც მოტივი. ხო, მეც მსგავსი დაკვირვება მაქვს, რომ მაგალითად ეს კარგად ჩანს Facebook-ზე რაღაც პოსტი რო დაიდება, რომ რაღაც ადამიანი რაღაც ავარია გამოიწვია, ან რაღაცამ რაღაცა დააშავა და კომენტარებში როგორ ადვილად მინდის ხოლმე გაწირვა, რომ ესეთი ადამიანი უნდა ჩამოახჩოთ, უნდა აუკრძალოთ რაღაცა მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ რაღაცა ან მანქანა მართოს ან ეს ვქნათ, ანუ ძალიან ადვილად წირავთ ერთმანეთს და რაღაცა უბრალოდ შეცდომას რო გავიგებთ ხოლმე იმის უკან, უფრო რაღაც ადამიანური ისტორიები არის ხოლმე და ძალიან ხშირად ჩვენ შეიძლება მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეთ და ჩვენ შეიძლება ვიყოთ ესეთი ანტიგმირები ხშირად რა და ამიტომ ესე ერთმანეთის ესე ადვილად გაწირვა, ხო, სწორი არ არის. განსაკუთრებით გამოჩნდა ეს პანდემიის დროს, როცა რაღაც ადამიანი თუ თვლიდა რომ პირბადით უნდა ვიაროთ გარეთ და მეორე არ გაივლიდა პირბადით, აი მზად იყვნენ რომ ჩაეკოლათ და ჩაეწიხლათ ან პირიქით რაღაცა თუ იტყოდა რომ აცრა უნდა გავიკეთო და აცრის მოწინააღმდეგეებიც მოგეთ ძალიან მაგ დროს დავინახე რომ ადვილად წირავთ ხოლმე ხანდახან რაღაც ადამიანების ჯგუფს რაღაცა მივაკუთვნებთ რომ თითქოს ისინი არ არიან ადამიანები და მე ძალიან ადვილად შეგვიძლია ხოლმე რაღაცები დავაბრალოთ და მოუწოდოთ მთავრობას რომ რაღაც მოექცნიას ამ ადამიანებს და ასე შემდეგ. გიკო დროებით ან სამუდამოდ უმუშევარი. სპირტიანი სასმელის დალევისას ჯერ გამოისუნთქეთ და მერე ჩაისუნთქეთ, შედეგი გაგაოცებთ. ესეთი რჩევა არის. ანუ ეს არასწორად ჟღერს, მაგრამ თქვენი გამოშვებით 100% სიმართლე ამაზე იყო პასუხი. და ალბათ ძალიან კარგი შედეგი უნდა გქონდეს, მაგრამ მე არ მიცდია. რა არის ისეთი ერთი შეხედვით უცნაური ან უსარგებლო უნარი და ნიჭი, რომელსაც ფლობთ და რომელმაც მოულოდნელად დიდი როლი ითამაშა რომელიმე სერიოზული პრობლემის გადაჭრისას. აღწერეთ ეს შემთხვევა. ესეთი იყო შემდეგი შეკითხვა. კეთი ინაშვილი 24 წლის გამარჯვების თქმა არ ვიცი ოდიდან დაიწყო, მაგრამ ნიჭი გავამადგა, რადგან ჩემმა მუდმივმა გულწრფელმა მისალბებმა ბევრი კარი გამიღო და უბრალოდ ჟესტმა საოცარი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში. საინტერესოა. და ზოგადად ესეთი ადამიანური უნარჩვევები გაცილებით დიდ როლს თამაშობს ურთიერთობებში, ვიდრე ჩვენ გონია. ერთი წიგნი არის დეილ კარნეგი, როგორ მოიპოვოთ მეგობრები და როგორ მოქმედთ ადამიანებზე. მე მგონი ასე ქვია, ცოტა ესეთი ამ სფეროში ბანალური წიგნი არის და ესეთი მარტივი ჭეშმარიტებები არის ახსნილი, მაგრამ ძალიან პატარა ვიყავი ეს წავიკითხე, ალბათ რაღაც თინეიჯერი 13-14 წლის და
იქავს მაგალითები მოყვანილი, აი ესეთ პატარა ნიუანსებს, როგორი მნიშვნელობა აქვს ადამიანების ურთიერთობაში, განსაკუთრებით უცხო ადამიანებთან. იოსებ ნადაშვილი, საქსი ჯოз 59 წლის საქსოფონისტი. არ ვიცი, რამდენად სასაგებლოა, ძალიან გამძაფრებული მაქვს თვით ირონია. იმდენად რომ ხანდახან თითქოს გარედან უყურებ ჩემ თავს და მეცინება. გძნობ როგორი ასაკენწლი ვარ. ეს მეხმარება ფხიზლად და შეძლების დაგვარად მრავლის მომცველად შევხედო რაღაცებს. პრობლემის გადაჭრა არა და მაგალითად მოვიყვან ერთხელ მთვრალი მივედი სახლამდე. ლიფტთან მდგავარ და წავიქეცი. ოღონდ რაღაცნაირად მულტფილმურად. პირდაპირ წინ 90 გრადუსით ყველანაირი მოხრეს გარეშე სახაზავივით. დავეცი ასფალტს ცხვირით, ეხაც მეცინება ბჭყილებში წერია. თვალებში ნაპერწკლებიც იყო. აზრზე ცხვირის ტკივმა მომიყვანა, მაგრამ წამებში გავიაზრე ეს ყველაფერი გვერდიდან როგორი შესახედი იქნებოდა და ხარხარი ამივარდა. თან არარსებული მაყურებელი შურდა, ვისაც ეს ყველაფერი შეეძლო დაენახა. ხო, თვით ირონია და საკუთარ თავზე იუმორით შეხედვა, ალბათ მე ვიტყოდი ადამიანების ტოპ 3 ყველაზე მნიშვნელოვან თვისებაში შედის, იმიტომ რომ საკუთარ თავს თუ შეგიძლია რაღაცა იუმორით შეხედო, მე ზედმეტად სერიოზული და კრინჯი ახლა კაი სიტყვა შემოვიდა ახალი. ხო, კრინჯი ჩანხარ, მე როცა თვით იუმორი არა გაქვს რა, ანუ რაღაცა არაადეკვატური ხდები თითქოს და ზედმეტად სერიოზულად აღიქვა საკუთარ თავს და ყველაფერს რაც შენ გეხება ამ დროს ყველანი ისეთი ადამიანები ვართ, როგორიც ხვები და თუ შეიძლება სხვაზე რაღაცას გაგვეცინოს, ჩვენ თავზე შეიძლება გაგვეცინოს და რაც უფრო მეტად გავიცინებ და გვერდიდან შევხედავთ საკუთარ ცხოვრებას, უფრო მეტად დავინახავთ, რომ არც სერიოზულად არის და არც ცუდად არის რაღაცები. ამიტომ საკუთარ თავზე სიცილი მართლა კარგი უნარია. იკა ჯავახიშვილი 42 წლის დილის ძილი არ მიყვარს ფაქტიურად ამან შემიწყო ხელი რომ საკუთარი თავისთვის ან ჰობისთვის დრო გამოვნახო მაშინ როცა ჩემი ტვინი ყველაზე მეტადაა დასვენებული და გარშემო ყველას ძინავს. ხო, დილა არის ძალიან მაგარი რაღაცა მეც ცხოვრების უკანასკნელ წლებში დავამუღამე ასე ვთქვათ. კაი გამოძინებული თუ ხარ დილით 7-ზე 8-ზე ადგომას ზოგისთვის ესეც გვიანია, მაგრამ ამ დროს ადგომა მართლა კარგია და ალბათ ორჯერ უფრო მეტ რაღაცას ასწრებ დღის განმავლობაში ვიდრე 12-ზიან პირველზე თუ გაიღვიძებ მით უმეტეს 23-ზე უკვე აი რაღაცა ესეთ შეგრძნება მაქვს ხოლმე რომ აი ერთი პირველი საათი რო არის თუ დილით ადრე ავდექი 12-ზე და პირველზე უკვე მგონია რომ თელი ერთი დღე გავიდა უკვე იმდენი რაღაცის მოსწრება შეიძლება. სულხან სახვაძე 37 წლის ბევრთვის უსარგებლო უნარია დეტალების დამახსოვრება, ადამიანების ჰობი ფრაზები და ჩემთვის პირიქით ერთი ძალიან დაძაბულ მოლაპარაკებაზე ოპონენტის წლების წინანდელი ინტერესი გამახსენდა, რამაც ეგრევე მოალბო სიტუაცია და ძალიან დიდი ჩიხიდან გამოგვიყვანა. კი, დეტალებზე დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის. იმიტომ ეს დეტალები ესე უბრალოდ ჰაერიდან არ ჩდება, ყველა დეტალს რაც არსებობს და რაც გაჩნდება, თავის მიზეზი აქვს, საიდან წამოვიდა და რატომ არის ის ისეთი როგორიც არის, ამიტომ დეტალების დაკვირვება ძალიან ბევრ რაღაცას გვასწავლის ცხოვრებაში. შემდეგი შეკითხვა იყო ჯაფარას პოდკასტის გავლილი 100 ეპიზოდიდან, რომელმა სტუმარმა რომელი ეპიზოდის მონაკვეთმა იქონია თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა და რატომ. ქეთი 35 წლის საკომუნიკაციო მეცნიერებების დოქტორი გერმანიიდან გავლენა აკა სინჯიკაშვილის სტუმრობამ ემოციურადაც და ქცევაზეც. მანამდეც ვიცნობდი უკვე მის საქმიანობას და შეძლებს დაგვარად ვიხმარებოდი შეგადაში. აი მიხარია და იმედს მაძლევს მისნაირი ადამიანების არსებობა. მარიან პატარიძე ასევე პასუხობს რომ ყველა ეპიზოდი ნანახავს, მაგრამ ზუსტად 8 ჯერ მაქვს აკა სინჯიკაშვილის ეპიზოდი ნანახიო. მაგ პერიოდში გითხოვდი გადაუხადე სხვას. და როცა ეს პოდკასტი დაიდო, ძალიან ღრმა კვალი დატოვა სიკეთის კეთების პროფესიამ. იმას შემდეგ, როცა მარტივ ამბებზე ვიწყებ წუწუნს, შემოვდივარ თქვენს არხზე და ვთავ ამ კონკრეტულ ეპიზოდს. მოხალისეობაც მინდოდა, მაგრამ ვერ დავუკავშირდი. და კიდევ ბევრმა ახსენა აკას ეპიზოდი და კი მართლა აკა ძალიან ისეთ ჯერ თვითონ აკას საქმიანობა რაც არის, ნუ ამაზე ალბათ არ მეყოფა კიდევ ერთ საათი რომ ვილაპარაკო რა მხოლოდ რაღაც საკეთებს. და ის ისტორიები, რასაც იწყვება იმ ადამიანების ისტორიები, ვისთანაც უწევს შეხება, ზუსტად ეგეთ ეფექტი ექნება აქვს მსმენელს და ჩემზეც, როცა გაიგებ თუმე რამხელა ტანჯვას და ტკივილს შეიძლება გადიოდეს ადამიანი
მაგას როგორც გაიაზრებ, ეგრევე გავიწყდება საკუთარი პრობლემებიც და რაღაცა უფრო ადვილი გადასახარში ხდება. და ხო, ყველას ურჩევ, რომ აკას ეპიზოდი მოისმინოს, აკა ორჯერ მყავდა, მეორეჯერ აკა და ირაკლი იყვნენ და ამ ორივე ეპიზოდს დარწმუნებული ვარ, ასეთი ეფექტი ექნება, ვისაც წარმოუსმენია იმაზეც. ხშირად იყო ნახსენები მამა გურა მოთხოზორია, ბაქარ ქავთარაძე, გიორგი კოპერეძე, გიორგი რამიშვილი, რომ მათი საუბრებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს ადამიანებზე, მათაც ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩემ გადაცემაში სტუმრობისთვის. და ძალიან მიხარია, რომ ესეთი ეფექტი აქვს ამ გადაცემებს, ამ ეპიზოდებს. მარიამ გელბახიანი 33 წლის პედაგოგი, თქვენი მეუღლის სტუმრობამ, რადგან მეორე ნახევის ასეთი საუკეთესო მეგობრობა ძნელი შესანარჩუნებელია. და გავლენა მოგიხდენია შენც. საუკეთესო მეგობრობა შესანარჩუნებელია, ალბათ ჩვენ ურთიერთობა მეგობრობით დავიწყეთ, ანუ რაღაცა საუკეთესო მეგობრები გავხდით და მე გადავწყვეტ ოჯახის შექმნა. და დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია და ამიტომ ხო მე ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია რა ოჯახის შექმნა, ანუ ჩემ წარმოდგენაში და კონცერტს წარმოდგენაში ესე იყო, რომ მეგობრები რო გავხდით და დავინახეთ, რომ ერთად ყოფნა, ერთად ნებისმიერი რაღაცის საქმის კეთება იქნებოდა თუ რა სახლის საქმეები იქნებოდა თუ სადღაც წასვლა თუ რაც არ უნდა იყოს ერთად რო აკეთებდით უფროსასი ერთად გატარებული დრო უფროსასი ამუნო იყო და რა ვიცი რა ჯობია იმას რომ ყოველთვის შენი საუკეთესო მეგობარი შენს გვერდით გყავდეს და ეს იყო საფუძველი რაზეც გადავწყვეტეთ მე ოჯახის აშენება და დღემდე ასე გრძელდება კობა აბრამიშვილი 40 წლის სომელიე გიორგი რამიშვილს ასახელებს ასევე ორივე ეპიზოდი ლევან შატბერაშვილი დია ყოლბაია ბაქარ ქავთარაძე ბაქარ ქავთარაძის ორივე ეპიზოდი რა ეპიზოდებიც აქვს ნანახი ყველა არ მინახავს ეს ყველა ეპიზოდი შემეცნებითად ძალიან საინტერესო იყო რის შემდეგაც განჩნდა უფრო მეტი შეკითხვები ნუ აკა სინჯიკაშვილი და ნიკა გრიგოლი ადამიანური ფაქტორი და გავლენა ხო ეს პასუხი იმიტომ ამოვარჩიე რომ ზუსტად ეს მომეწონა რის შემდეგაც განჩნდა უფრო მეტი შეკითხვები და ყველა ეპიზოდის როცა ვამზადებ ორი ამოცანა არის ასე ვთქვათ ერთი რომ რაღაცა კითხვებზე პასუხი მივიღოთ რაღაცა გამოცდილება გავიზიაროთ სტუმრის და მეორე არის ზუსტად ეს რომ კიდევ მეტი შეკითხვა დატოვოს და მეტი საფიქრალი დატოვოს თუ თვლი რომ რაღაცა ეპიზოდის მე ადამიანებს რაც კითხვები დაებადათ რომელიც მანამდე არ ქონდათ ან გაუჩნდათ და რაღაც ახალ რაღაცებს დაფიქრდნენ ვფიქრობ რომ ეს ამ შემთხვევაში არის ეს ეპიზოდი წარმატებული გიორგი გიგაევი 22 წლის მასწავლებელი ალბათ დია ყოლბაიას ეპიზოდმა ჯაფარას ფილმის რეკომენდაცია იყო კარგი მაი ოქტომბოს ტიჩერ სამყარო სილამაზესა და უნიკალურობაზე იყო საუბარი იმაზე რომ ზოგჯერ უადგილო აუცილებლობის მიღმა როგორია სამყარო და ბუნება როგორ მოქმედებს და მუშაობა საკუთარი სისტემით ამდენი წლის განმავლობაში მუშაობს საკუთარი სისტემით ამდენი წლის განმავლობაში იმაზე რომ ზოგჯერ რაღაცები და ვიღაცები მიდიან ქალბატონი დია საუბრობდა ჭიანჭველებზე ცნობიერებზე და სურვილზე მსგავს თემები გაფიქრებინებს რომ გამოცდილება მეტი ცოდნა ყოველთვის უფრო გაყალიბებს და თუ იგივე შეცდომებისგან ვერ გიცავს შეცდომების გადატანაში მაინც გეხმარება ხო მაი ოქტომბერში ჩემართა კარგი დოკუმენტური ფილმია ბევრჯერ მაქვს ეს ნახსენები კიდევ ერთხელ გავმეორდები Netflix ედევს და შეგიძლიათ ნახოთ პატარა რვაფეხას ისტორიაზე არის უბრალოდ მკვლევარის ადამიანის ვინც იკვლევს ბუნებას ოპერატორი იყო და იღებდა ამ ყველაფერს და ამ ადამიანის და რვაფეხას ურთიერთობაზე არის და ნუ ამ ურთიერთობაში და იმაში კარგად ჩანს ძალიან ბევრი რაღაცა ჩანს სამყაროზე და როგორ მუშაობს სამყარო და ძალიან ლამაზი კადრებია და მოკლედ კარგი საყურებელია ძალიან შემდეგი შეკითხვა იყო რა შეცვლით ჯაფარას პოდკასტში ლუკა კვარაცხელია პასუხობს რომ ყოველ დღე დავდებდიო მეც სიამოვნებით დავდებდი მაგრამ შეუძლებელია ყოველ დღე ამ ეპიზოდის მომზადება ძალიან დიდი დრომი აქვს მანამდეც შემდეგაც უკვე მონტაჟ და ატვირთვას და ასე შეფუთვას ამ ყველაფრის ამიტომ ყოველ დღე შეუძლებელია თორე სიამოვნებით დავდებდი ნათია ხუჭია ვიცი რომ პოდკასტია და სხვა ფორმატია მაგრამ ტრადიციულ თამაშს დავნეკავდი ამ ბოლოში 5 ბლიც შეკითხვას ჩავსვამდი ან ტრადიციულ რუბრიკას რასაც ყველა სტუმართან დაელოდება მაყურებელი ბოლოში 5 შეკითხვა და შემდეგ კითხვაზეც იყო პასუხები იქიდან და ნათიას ამ პასუხიდან რაღაცა
სიახლის დანერგვა გადავწყვიტე, რომ ეს ბლიც შეკითხვასავით ბოლოში რამდენიმე შეკითხვა კიდე დავამატო, როგორც არის ცხოვრების აზრი და დავარქვა რაღაცა მაყურებლები გვეკითხებიან, ან რაღაცა ესეთი, ცოტა ისე ჟღერდა, როგორც მოამბე, მაგრამ რაღაცა ეგეთი სათაური დავარქვა და რამდენიმე კითხვა დავამატო ისეთი, რომელიც მაყურებლებმა შემოთავაზეს შემდეგ კითხვაზე პასუხში. მაგრამ ჯერ ისე რა შეცვლილი ჯაფრას პოდკასტში ამაზე გავაგრძელოთ. 29 წლის ინჟინერი, გეოლოგი, პროგრამისტი. სახელი არ აქვს მითებული, ლოგოს და თემატიკას შევცვლიდიო. თემატიკა შევცვლიდი, მოვიწოდი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, ერთს ან რამდენიმეს და მათ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი ხედვით დანახულ გამოსავალზე ვილაპარაკებდი. და დაახლოებით ასეთივე პასუხი აქვს სულხან სახვაძეს, ნაკლებად შევცვლიდი შინაარსს და სიღრმეს, მაგრამ გავაფართოვებდი სტუმრების სპექტრს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მოვიწევდი, რომ პოდკასტი კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდეს საინტერესო. სიმართლე გითხრათ, ეს ორი პასუხი ცოტა ვერ გავიგე, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ამას ვაკეთებ, ანუ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ვიწევ და სულცილობ, რომ სხვადასხვა გამოცდილება გავიზიარო. თუ ამ ეპიზოდის კომენტარებში თუ დამიწერთ უფრო ზუსტად რას გულისხმობთ, მადლობელი ვიქნები. ხო, იმიტომ რომ სულ ვცდილობ, რომ განსხვავებული თემატიკა იყოს, არ გავდეს წინა ეპიზოდს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მოვიწვიო. და ლოგოს და თემატიკას თუ შევცვალე, სხვა პოდკასტი გამოვა მაშინ. მაგრამ ლოგოს შევცვალს ფიქრობ, სხვათა შორის ცოტა დააპდეითებას კი არა, დააპგრეიდებას როგორც არის. კიდე ბევრი პასუხი იყო ისეთი რა შეცვლიდით პოდკასტში, რომ უფრო მე მომიწოდებდნენ მეტი აქტიურობისკენ და იმაზე, რომ უფრო რაღაცა ჩემი პირადი აზრიც ვთქვა და პირადი გამოცდილებაც მონადირთ ხშირად ყოფილა ესეთი კომენტარი რჩევაც ახლობლებისგან ჩემი ცოლიც მაგას მეუბნება. ხო და არ ვიცი, ალბათ კი უფრო საინტერესო გახდი და დავფიქრდი მაგაზე, მაგრამ მაინც ამოცანა მაქვს ხოლმე, რომ მაქსიმალურად მოვუსმინოთ სტუმარს და მისი აზრი გავითვალისწინოთ და მან ვცდილობ ხოლმე, რომ ზედმეტად არ ჩავერიო და ნუ ალბათ ხო რაღაც დონეზე მაინც კიდე შეიძლება, რომ იყოს ადგილი, სადაც უფრო მეტად აქტიურობა შემიძლია. მოკეთ ვიფიქრებ ამ მიმართულებით. იოსებ იცხელაურის პასუხია, რომ 21 წლის ამჟამად მცხოვრებელი, დავამატებდი სპონსორებსო, სიამოვნებით, დიდი მადლობა ასეთი რჩევისთვის და დავით ვარდიძის პასუხი, რომ მეც სპონსორს დავამატებდიო, კი ბატონო. მოუხდებოდა ნამდვილად. ჯაფრას პოდკასტში რომელი ტრადიციულ შეკითხვას დავამატებთ, ეს არის ბოლო შეკითხვა. არა, უბრალოდ ბოლოს წინა. ჯაფრას პოდკასტში რომელ ტრადიციულ შეკითხვას დავამატებდით, ეს არის ბოლოს წინა შეკითხვა. ლუკა კვარცხელი პასუხობს, რომ ესეთი შეკითხვა, რომ ერთი ადამიანი, ვისაც უნდა ვიცოდეთ, ვინაა და რატომ. ანა 35 წლის, რა არის შენი პირველი მოგონება, რაც გახსოვს და ნათიას კითხვა არის, გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლის თუ გჯერა. და ვფიქრობ, რომ ეს სამი კითხვა რა არის ცხოვრების აზრსაც რო დაემატება, რაღაც შეიძლება საინტერესო ბლოკი გამოვიდეს და ვიფიქრებ საომალოდ ამ კითხვების დამატებაზეც. და ნუ ბოლო კითხვა ტრადიციული, რა არის ცხოვრების აზრი, აქაც რა თქმა უნდა ყველას პასუხი ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ძნელია ხა ყველას წაკითხვა, ამიტომ ამოვარჩიე რამდენიმე. მარიამი 22 წლის ვარ და როცა რამე არ გამომდის, ჯერ ცხოვრების მიზნებს ვერ ვაღწევ. ძალიან განვიცდი ხოლმე, თავს ძალიან დაკარგულად გრძნობ, მაგრამ მე ჩემი ბებია მახსენდება, რომელიც ყოველდღე გვიმეორებდა. ბებია მთავარია 10-იანები ხელში სიკეთისთვის გეჭიროსო. ასე მომშვიდებდა, როცა 8 ქულას მივიღებდი მათემატიკაში, ხო და ახლა მესმის ასაც გულისხმობდა. ცხოვრების აზრი ერთმანეთისთვის ადამიანურობის გამოჩენა მგონია. ჩვენი სიკეთის, სიყვარულის და უმარტივესი ბედნიერებების გადაცემა მეორე ადამიანისთვის. ცხოვრების მიზანია იცხოვრო და არა იცოცხლო. იოსებ ნადაშვილი დღეღრეში სიარულის დროს ჰაიკინგის დროს, ანუ ფრჩხილებში ხშირად გადავდივარ ძირითადი გზიდან, რომელიც არ არის დატანებული რუკაზე, მაგრამ ადამიანის კვალი ეტყობა. ანუ არის ვიღაც ჩემამდე თავზე ხილაღებული გამბედავი, რომელმაც ეს შეძლო. ასეთივე გამბედავი გზის გამჭრელები არიან ძალიან ბევრი ყველა სფეროში. იქნება ეს დოჩნაშვილი, სერვანტესი, ბეთჰოვენი თუ კოლტრეინი. ფიქრობ, რომ ეს გზის გაჭრა, გვერდზე გადახვევა სხვისთვის გასწავლილი გზის გაიოლება არის ცხოვრების აზრი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სიყვარულის მარილით შეზავებული. მადლობა, ამდენი კარგი ხანია არ მიწერია წარმატებები. გეთანხმები, კარგი პასუხი იყო. ბაგრატ ფეიქრიშვილი 32 წლის ექიმი, ცხოვრების აზრია შექმნა ცხოვრების აზრი, გზა რომელიც გაბედნიერებს.
და გიორგი რაზმაძე 31 წლის გაყიდვების მენეჯერი. სვამდე კითხვებს, თითქმის ვერასდროს პოულობდე პასუხებს, მაგრამ გზები იმდენად ლამაზი იყოს, რომ იაზრებდე, რომ სწორედ ეს იყო პასუხი. ანუ გზა. დავასრულეთ პასუხების კითხვა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოეხმაურა ამ გამოკითხვას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეიძლება ყველა პასუხი არ მოხდა, ვიცი რომ ძალიან ბევრი დრო დავუთმეთ და წერეთ, რომ ჩემთვის საინტერესო პასუხი მოგეწერათ და მაქსიმალურად ვეცადე ამ ერთში რაღაც ერთმანეთისგან განსხვავებული პასუხები. ვისი პასუხიც ვერ მოხდა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მე ყველა წავიკითხე და ყველა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმედია, საინტერესო ექსპერიმენტი გამოვიდა, იმედია უკეთ გავიცანით ერთმანეთი. ამ პოდკასტის მაყურებლებმაც ერთმანეთი და მეც გაგიცანით უკეთესად. გთხოვთ, რომ გამოწერა არ დაგავწყდეთ და შევხვდებით ერთ კვირაში. ერთ კვირაში უკვე გავაგრძელებთ ალბათ ტრადიციული ფორმით უკვე სტუმრებთან ერთად ისევ. მადლობა რომ მიყურებდით და დროებით.